გამარჯობათ. აი შემდეგი უკვე ესეთი ორნამენტი მინდა მოგსოვო. ხა ხედავთ სხვადასხვა ტიპის ზაფით არის ხო, ესე ნაკსოვი, ეს არის აი რითიც ახლა ვაპირებ. ესეთი ბამბანარევი ზაფია, ეს სუფთა სინთეტიკური ზაფია. სხვა სისქის არის, ამიტომ ცოტა მომცრო ზომის არის. ესეთი ფოთოლი მოგსოვოთ დღეს. ესე იგი, როგორც გითხარით, აი ამ ესეთი ზაფი მაქვს. ამითი ვაპირებ სულ ესეთი ზაფით ეს ორნამენტები რომ მოგსოვოთ და შემდეგ ვნახოთ აი ჩანთა როგორი გამოგვივა. აი ეს ნახე ისევ იგივე მაქვს 3.25-ია როგორც წინა ორნამენტი მოგსოვე. ეხლა ჩვენ ვიწყებთ აი აქ გულიდან. მოგეთ აქ ეხლა არ მახსოვს აქედან იწყება თუ აქედან, მოგეთ ცენტრალური ნაწილიდან იწყება და აი ესეთი წრიული მოძრაობით თავდაპირველად ესე მე უკვე ცოტა კიდევ შევცვლით. ესე იგი, აქ ჩვენ გვჭირდება კვანძი გავაკეთოთ ესეთი საწყისი და 10 თავისუფალი თვალი პლუს 3 თვალი კიდევ ესე თქვათ. ანუ ჯამში 13 თვალი. აი 2 თავისუფალი თვალი, 3, 4, 5, 6, 7 8, 9, 10, 11, 12, 13. აი 13 თვალი გჭირდებათ. ეხლა აქ უნდა მოუხვიოთ ჩვენ რომ აი ესეთი მაქსიმუმი მივიღოთ. ესე იგი, ეხლა აქედან გადმოვთვალოთ 5 თვალი. 1, 2, 3, 4 და აი მეხუთეში შევიდეთ. აქ ერთ თვალში შევალოთ. აქ გვინდა თვალი ნახევრად ნამატით, ანუ ყაის ნახზე უნდა გადადოთ ზაფი და ესე იგი აქედან მეხუთე თვალში. აი ესე თვალი ნახევრად ნამატით. ცოტა ესეთი დაბალი სვეტია, აი ესეთი როგორც მე მაქვს ახლა ნაკსოვში, ესეთი გამოგივათ. შემდეგ ერთი თავისუფალი თვალი და აქ უნდა გამოვტოვოთ ერთი თვალი და მომდევნოში. ისევ თვალი ნახევრად ნამატით. ერთი თავისუფალი თვალი, ერთი თვალი გამოვტოვოთ, აი აქ. თვალი ნახევრად ნამატით. ერთი თავისუფალი თვალი, ისევ გამოვტოვოთ. აი ესე და კიდევ ერთი. გამოვტოვოთ, აი აქ. აი მოვედით აი ამ ადგილას. ეხლა აქვსოთ ერთ თავისუფალ თვალს, ესეთი ბიჯის და აქვსოთ აი ამის თავზე ორ თვალს ნამატის გარეშე. 1 და 2. აი ეს. ეხლა აქეთ მხარეს გვსვევთ ასევე ორ თვალს. ეს გვერდია ესე ვთქვათ, ხო? ესე. შემდეგ ტოვებთ ამ თვალს და აი აქეთ გადმოვდივართ. 2 თვალი ნამატის გარეშე თან ზაფი ჩააყოლეთ. ისევ გამოვტოვეთ. აი აქ სვეტის თავზე არაფერს არ გსვოთ, მხოლოდ ესეთ არგებში გსვოთ ორ თვალს ნამატის გარეშე. შემდეგ არგაშიც და კიდევ შემდეგ აქ უკვე ბოლო არგაა. აქ გვექნება ჩვენ 1 2 3 და აქ 3 თავისუფალი თვალი. ისევ 1 2 3. აი ესე. და ეხლა წავყვებით ქვემოთ წავალთ. აქ გადანაწილეთ რომ ეს თანაბრად იყოს ესეთი მიჯრით, ხო? ეხლა ისევ ქვემოთ ჩავყვებით არგებში 2 თვალი ნამატის გარეშე. აი ესე. კიდევ 2. აკაც. აქ მოვედით ახლა ჩვენ აქ გახსოვთ ჩვენ ქონდა
ესეთი ორი თვალი ნამატის გარშე, ორი თვალი ნამატის გარშე. აქაც ეს კედელი, აქეთ ერთი და აქაც ორი გვინდა. ორი თვალი ნამატის გარშე. ეხლა აქ თუ დააკვირდებით, ეს არის ბიჯის თვალი. აი აქ უნდა შევაერთოთ შემაერთებელი თვალით. აი ნახეთ. ანუ აქ ქონდათ ორი თვალი. ერთი იყო ბიჯის. აი 1 2 3 4. აი ეს არის პირველი თვალი ნამატის გარშე და აქ შემაერთებელი თვალით შევაერთოთ. აი ეს. აი ეს არის ახლა ჩვენი ფუძე. აი ეს ადგილია. აი ნახეთ, აი ესეა. აი ესე მოვედით. ეხლა ფუძეზეც ასევე ნახეთ თუ დააკვირდებით, აქ აგვაქვს ესეთი არკები გვაქვს. ამიტომ აქაც ესე. ნუ ძალიან ისეთი პატარა არკებია სამთვლიანი. მაგრამ მაინც ისეთი სილამაზეს აძლევს. ეხლა ჩვენ ვიყოფებით ფაქტიურად ეს ორი თვალი არის ფუძის, ხო? აქეთ ორი თვალი, 1 და 2, აქეთ გვერდის. აქეთ 1 და 2, აქეთ გვერდის. ანუ ეხლა პირდაპირ მოვგსო სამ თავისუფალ თვალს, აი მარკის, რომელიც ქვემოთ უნდა იყოს და მოდით აი აქ შევიდეთ. აი აქ და აქ თვალი ნამატის გარეშე. ანუ ერთი თვალის გამოტოვებით გავაკეთოთ, რომ სიმეტრიულად იყოს აი ესეთი ნაკსოვი. ხო, კარგით. ეხლა ისევ ერთი კიდევ მომდევნო თვალში თვალი ნამატის გარეშე, ესე იგი ორი თვალი გავაკეთე ნამატის გარეშე. ეხლა ნახევრად ნამატებით 1 2. აი ესე. ეხლა თითო ნამატებით ბოლომდე არა, აი აქამდე ნახეთ, სანამ აი აქ არ მიხვალთ. 1 2 3 4 5 და კიდევ ერთი 6. აი ესე დააკვირდით, აი აქ უნდა დაგრჩეთ, აი აქ ნაკსოვი 1 2. ორი თვალი ნამატის გარეშე. ამითი იხელმძღვანელეთ. აი ეს ნახეთ, აი ამ ესვეტი არის ამის გასწრება ამ შემთხვევაში. ეხლა უნდა მოვტრიალდეთ ჩვენ და მოვგსოვოთ ესეთი დაკბილული კიდე, რომელიც აქვე პირველივეში შევიდოდი, აი აქ, აი ეს უკანსვლით მოვგსო. ისე შეიძლება წინსვლით, მაგრამ მაშინ შემოტრიალდეთ, მაგრამ ეს უფრო წაღმანაკსოვს გაძლევთ. ეხლა აი ეს არის ზუსტად მოსახერხებელი, რომ ასეთი სვლით მოვგსოვოთ. აი, როცა წრე გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ წრეს წაღმამხარიდან, ეს იქნება წაღმამხარი ამ ჩვენი ფოთლის. ხო, ეხლა ჩვენ აქეთ ვერ წავალთ, გვინდა აქეთ წასვლა. თუ შემოვატრიალებდი ნაკსოვს და აი ესეთი სვლით წავიდოდი, ხო, ესეც შეიძლება. მაშინ წაღმამხარი აქეთ გექნებათ, ანუ დაკბილული ნაკსოვი იქიდან უფრო ლამაზი იქნებოდა და ამიტომ ეს შეგცეული reverse ესეთი ნაკსოვი გვექნება, ესე დაკბილული კიდით. ესე იგი, მეგონი ეს გახსოვთ, ხო? ესე პირდაპირ გამოგაქვთ. ყოველ თვალში ესე გამოიტანთ. ხეთ როგორ ლამაზი კიდე გამოდის. ეხლა იმის გამო რომ მეორე მხარე სიმეტრიულია, აქეთ მოგვიწევს წაღმათ სიარული, მაგრამ ამას გაჩვენებთ ყველაფერს. ახლა მე შეგცეულად რომ მივდივარ უკანსვლით, ხო? ესე მივიდეთ. ასეთი უნდა მოგხსოვოთ, ნახეთ, ეს არის პირველი აი ეს ზოლი. მერე კიდე მეორე ზოლი გვექნება ესეთი მოსაქსოვი. ხო, მივედით, ნახეთ, ახლა დააკვირდით. აი აქ დამრჩა ერთი თვალი ნამატის გარეშე. ამას არ გსოვთ. აი ესე როგორც აქამდე გსოვეს დაკბილული. ეხლა მოვტრიალდები და ამას მოგხსოვ აი ეს ერთი თვალი რაც დამრჩა თვალი ნამატის გარეშე. ჩვეულებრივ როგორც თვალი ნამატის გარეშე ესე მოგხსოვეთ. შემდეგ არკაში მოგხსოვთ ერთი თვალი ნამატის გარეშე, სამი თავისუფალი თვალი და ისევ არკაში ერთი თვალი ნამატის გარეშე. შემდეგ არკის შემდეგაც მოგხსოვთ ერთ თვალს ნამატის გარეშე და ეხლა ნახეთ, აქ ჩვენ ვიმეორებთ იგივეს, რაც აი სანამ ეს უკუსვლით დავიწყე, აქ ჩვენ გახსოვთ, რომ მოგხსოვე ორი თვალი ნამატის გარეშე, ორი თვალი ნახევრად ნამატი და შემდეგ სვეტები. აი ესეთი რამე უნდა მოგხსოვოთ აქეთ მხარეზეც. ესე იგი, ეხლა მე ორი თვალი
ნამატის გარეშე კი მოგსოვე, მაგრამ ეს იყო არკაში. ეს არკაში არ ითვლება. ხვდებით ხომ? აი აქ არკაში ამოვიყვანი თვალი ნამატის გარეშე და მერე კიდევ ერთი თვალი ნამატის გარეშე. ეხლა კიდევ ერთი თვალი ნამატის გარეშე და ეხლა უკვე ნახევრად ნამატით 1 და 2. ეხლა სვეტები. ეს განივრდება ესე ფართო, ესე ფოთლის ფორმას აძლევს. აი ესე. აქ გახსოვთ ხო, 2 თვალი უნდა დაგრჩეთ, აი სანამ არკა დაიწყება, ნახეთ, აი ეს არკა გაქვს და ეს თუ შეხედავთ 1 თვალი 2. აი ეს კიდევ გვაქვს ერთი მოსაქსოვი. აი ერთი სვეტი კიდევ. აი ეს. ეხლა ჩვენ მოვტრიალდებით იმის გამო რომ აი აქეთ გვაქვს ჩვენ წაღმა მხარე და ასეთივე სიმეტრიული ნაკსოვი რო გამოგივიდეთ, აი ესეთი დაკბილული. ეხლა დაკბილული ის უნდა გავუკეთოთ ხო კიდე. ამიტომ ეხლა აი ესეთი სვლით, წაღმა სვლით ხო, წინ სვლით. ეს უკუსვლით გავაკეთეთ, იმიტომ რომ აქეთ ამ მხარეს ეს უწევდა წაღმა მხარე და ეს უკუსვლით გამოვიდოდა აქეთ წაღმა. ეხლა აქეთ რახან ვართ? ესე კი არ წავალთ. ესე თუ წავიდოდი, აქეთ იქნებოდა წაღმა მხარე კიდე. მე მინდა რომ აქეთ იყოს ხო, როგორც აქეთ არის. ამიტომ, ნახეთ, იგივე თვალში აი ესე დაატრიალეთ უკან და ამოიყვანეთ. შემდეგი თვალი, ნახეთ, აი შემდეგი. ორ კედელში შედიხართ. ესე დაატრიალეთ, ამოიტანეთ. ესე და გავყვეთ. ამოიტანეთ. აი, ნახეთ? აი ესენიც კიდეებიც ქვემოთ ჩამოდიან, ესენიც ქვემოთ ჩამოდიან. აი ესეთი ერთნაირი ზუსტად ნაკსოვი უნდა გამოგივიდეთ. აქაც ბოლო თვალს ნამატის გარეშე არ მოგხსოვთ, როგორც მეორე მხარეზე გამოვტოვეთ, ისე კი არ გამოვტოვეთ, მოგხსოვეთ როგორც თვალი ნამატის გარეშე და არა როგორც ესეთი კიდე. დაკბილული კიდე არ უნდა გავუკეთოთ. ბოლო თვალს. ახლა მივახლოვდები იმ თვალს გაჩვენებ. აი ეს არის ბოლო თვალი. ახლა ჯერ კიდევ ერთი. აი მოვედი. ესე იგი ამ ბოლო თვალს ნამატის გარეშე მოგხსოვთ როგორც თვალს ნამატის გარეშე. ეხლა არკაში ერთი თვალი ნამატის გარეშე. ესე. 3 თავისუფალი თვალი. ესე. ისევ არკაში თვალი ნამატის გარეშე. აი ეს ნახეთ როგორ გრძელდება ეს ადგილი. ეხლა გადავდივართ აქეთ მხარეს. ეხლა აი მის შემდეგ რაც არკაში გავაკეთე მე თვალი ნამატის გარეშე, ეხლა ჩვენ უნდა მოგხსოვოთ, ნახეთ როგორ არის განლაგება. აქ რა ორ თვალს მოგხსოვთ, ჩვეულებრივ კიდევ ანუ თვლებს ნამატის გარეშე და შემდეგ უკანა, ნახეთ, უკინდა უნდა შეხვიდეთ ბექ პოსტებით, უნდა გხსოვოთ. მოდით, ესე იგი ეს ერთი თვალი მოგხსოვი არკაში, ხო? აი ეს მეორეც. აი ესე. და ეხლა ნახეთ. აი ეხლა ბექ პოსტით უნდა მოგხსოვო ორი თვალი. ხო, დააკვირდით ეხლა აი აქ მომდენო თვალი, აი ეს. ბექ პოსტია, აი ესეთი ნაკსოვი თუ გახსოვთ. თვალი ნამატის გარეშე. ეხლა აი აქ ხო ვიყავი, ეხლა ნახეთ სადა მოვიდა. აი ამას შემოვარი, ხო? აი ესე. ამას უკვე შემოვარი. ეხლა მომდევნოს. აი აქ, ოღონდ აქ ცოტა გაარჩიეთ, აი ესე. და აქაც ისევ თვალი ნამატის გარეშე, ესე იგი ორი თვალი ნამატის გარეშე მაქვს. ანუ ისე ბექპოსტი. ეხლა უკვე თვალი ნახევრად ნამატით, ისევ ბექპოსტი. და მომდევნოში, აი აქ. და აქ მე გირჩევდით, რომ აი ესე გამოიტანეთ. აი ესე. თვალი ნახევრად ნამატით, ხო, ეს ერთი. კიდევ ერთხელ, ეხლა მეორე მომდევნოში. გადაგმულად ერთში არ შეხვიდეთ ორჯერ. ხოთ აქ ახლა გამოვარჩიოთ. აი ესე. ისევ თვალი ნახევრად ნამატით.
ეხლა უკვე თვლები თითო-თითო ნამატით. ერთი, ორი, წინიდან, ნახეთ, აქ გამოდიან, აქ სადღაც. ჯობია უკინდან უყუროთ, ხო? ეს. სამი სვეტი თითო-თითო ნამატით მოვხსოვე. 4 ბოლომდე არ მივალთ. 5, 5 სვეტი უნდა მოვხსოვოთ. თითო-თითო ნამატით. ეს იქ თავიდან იყო ბექპოსტებში 2 თვალი იყო ნამატის გარეშე, 2 თვალი იყო ნახევრად ნამატით და 5 თვალი იყო თითო-თითო ნამატით. ესე ნახეთ, ეს ცოტა ჩამოსული, როგორც აქ გაქვთ. ცოტა უფრო ნაკლები რაოდენობა. ეხლა ისე უნდა გავუკეთოთ ესეთი დაკბილული. კიდე და გავყვები ესე უკუსლით, იგივე თვალიდან იწყებთ. 1 მომდევნოში მეორე ესე გაყევით წვერამდე. წვერის შემდეგ, ამის შემდეგ ისევ ესეთი ნაკსოვი უნდა გავაკეთოთ და შემდეგ უკან წამოსვლისას გავაკეთებთ უკვე დაკბილულ კიდეს. ესე იგი აქ უკუსლით არის საჭირო ესეთი დაკბილული კიდის მოხსოვა. რომ ეს წაღალ ხარეზე ლამაზი ნაკსოვი გამოგევიდეთ. ნახოთ, აქაც სანამ მიხვალთ აქამდე, ესე იგი ბოლო თვალი ნამატის გარეშე რო გაქვთ, იქამდე უნდა გსვოთ ეს დაკბილული. აქ ფაქტიურად პრინციპში ჩვენ შეგვიძლია ბოლომდე მივიდეთ, იმიტომ რომ ნახეთ დააკვირდით, წვერომდე უნდა მივიდეთ. იმიტომ რომ აქ უკვე ჩვენ ვამთავრებთ. თუმცა შესაძლებელია კიდე გაკეთდეს. კიდე ეს როგორც ეს გავაკეთეთ, კიდე გაგრძელდეს, ცოტა უფრო ესეთი მარაოსავით გამოვა მაგ შემთხვევაში. ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ესეთი უნდა მოვხსოვო. და ეს ნახეთ ბოლო ეს არის, აქაც მოვხსოვ. და წვერო ეს უკვე ესე ვთქვათ, ეს არის სამთვლიანი არკის წვერო. ეს მორჩა. ეხლა შემოატრიალეთ და აქეთ უნდა გავყვეთ. აქეთ. და აქ ჩვენ გვჭირდება ჯერ არკაში გავაკეთოთ ერთი თვალი ნამატის გარეშე, მეორე თვალი, ეს უკვე ჩვეულებრივი თვალი ქონდათ ნამატის გარეშე იქ. და ეხლა ისევ ბექპოსტებით, ეხლა ხედავთ, უბრალოდ ესა ფრონტ პოსტები. ეხლა ფრონტ პოსტებით უნდა შევიდეთ. ბექპოსტი იყო, როცა ესე შევდიოდით. ეხლა რახან ჩვენ წაღმამხარი აქეთ გრჩება, ხო? ამიტომ შევდივართ ფრონტ პოსტით. მოდით, კარგად შევხედოთ. მე ვფიქრობ, ჯერ აქ უნდა შევიდეთ, აქ. ფრონტ პოსტი, თვალი ნამატის გარეშე, 1. ფრონტ პოსტი, თვალი ნამატის გარეშე, 2. ეს. ეხლა ნახევრად ნამატით. ფრონტ პოსტი ნახევრად ნამატით კიდევ ერთხელ 2 ხო? ეს მეორე. ეხლა უკვე სვეტები. 1 2 3 4 5 და 6. იქით მხარეზეც მგონი ესე იყო, ხო, 6 იყო ესე მახსოვს. ეს 2 სვეტი გრჩებათ, ესე მოვტრიალდით. ეხლა აქ როგორც გახსოვთ, გსვოთ, ესეთი წინა წაღმასვლით, აქეთაც იყო წაღმასვლით, ესე დაკბილულ კიდეს. და ფაქტობრივად ეს არის სულ. თუმცა შეიძლება კიდევ გაგრძელება. ეხლა ვფიქრობ, რომ მოდი კიდევ გავაგრძელებ, ეხლა რა თქმა უნდა, ამას თქვენ თუ
თუ ესეთი ფორმა გინდათ, ამას დატოვებთ, მე როგორც აი უკვე მოქსოვილი მაქვს ესე, ესეთი სახით. თუმცა შესაძლებელია რომ გაგრძელდეს და მოდით იმ გაგრძელებას გაჩვენებთ, რახან უკვე დაწყებული მაქვს. ხო? მაგრამ ერთ გაკვეთილში იქნება ცალკე არ მოგვსო კიდევ, ხო? ესე ჯობია. ეს ცოტა დიდი ესე თავისუფლად დატოვეთ თვალი, თორე როცა უხვევთ, ესე ნახოს აკეთებთ, ხო, ის ძალიან იჭიმება პირველი თვალი, აი რასაც ამოიყვანთ, აი ეს ძალიან პატარას თუ დატოვეთ, მერე უჭირს დახვევა აი ეს ნახს აი ესე. ხო, აი ესე ნახეთ, ახლა მარტივად ამოდის. ყოველ თვალში შევედი. არც ერთი არ გამოვტოვოთ. აქ უკვე აი წვერომდე უნდა ჩავიდეთ. მაგრამ ახლა პრობლემა ის არის, რომ მე რომ ვაპირებდი გაგრძელებას, აქ მე უკვე არკა შევავსე ფაქტიურად. ხო, აქეთ ამ მხრიდან შევავსე. კარგით. მიგანიშნებთ უბრალოდ როგორ შეიძლება გაგრძელება, ხო? აი ესე იგი თქვენ თუ ნახეთ თქვენ თუ გინდოდათ თქვათ კიდევ გაგრძელება ამ ნაკსოვის და კიდევ მესამე აი ასეთი 1 2 3 შეიძლება უფრო კიდევ მეტიც გააკეთოთ და ასეთი ლოტოსის ყვავილივით გამოგივათ მაშინ გაშლილი სუნთლად, ხო? აი ისეც თუ გააკეთებდით, ხო? აი აქ უკვე უნდა ამოგეყვანათ თვალი ნამატის გარეშე. მერე არკა გექნებოდათ, არკაში უნდა ამოგეყვანათ თვალი ნამატის გარეშე, 3 თავისუფალი თვალი, ისევ არკაში თვალი ნამატის გარეშე და აი როგორც აი ესენი გვსოვე, ხო? ზუსტად ესე უნდა გაგრძელებინათ. უბრალოდ აი როცა თქვათ აქ მოყვებით 2 თვალი ნამატის გარეშე, 2 თვალი ნახევრად ნამატით და სვეტები იმდენი სანამ აი 2 სვეტი არ დაგრჩებოდათ, ხო? აქ ბექპოსტებით შესვლით, მოტრიალდებოდით ისევ ესეთ დაკბილულ კიდეს გააკეთებდით. აქაც ბოლო თვალს არ გააკეთებდით დაკბილულს, როგორც ამოიყვანდით, როგორც თვალს ნამატის გარეშე. მერე არკაში თვალი ნამატის გარეშე ისევ არკა და მოკლედ აქ დააგრძელდებოდა. ხა სამწუხაროა, რომ მე აქ უკვე შევავსე, რომ ახლა ვეღარ გაჩვენებთ უკვე. მოკლედ ხა ვინც ძალიან ისე გამოცდილები ხართ, მიხვდებით ესე ახსნილითაც. აი ესე და კიდე ერთი აი ესე იყოს კარგით, აი ესე მოვრჩი მე ახლა ამ დეტალს მოვრჩი თუ თქვათ მე ახლა ნახავთ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი როგორი ზუსტად როგორი ორნამენტები დაჯდება როგორი განლაგებით ჩემ ჩანთაზე და მე კიდევ მოვიფიქრებ თუ აი ეს ლოტოსის იმას ვცდი აი კიდევ რამოდენიმე აი თლად გაშლილი რო იყოს ხო კიდევ ერთი აი ესეთი ხო აი ესეთი ფაქტიურად ამ ხელა იქნება აი ეს თუ მომეწონა შეიძლება ის გამოვიყენოს ძირითად ფრაგმენტად და მაშინ მოგსო კიდევ ერთხელ და გაჩვენებდით ანუ კიდევ ესეთ რამოდენიმე ფოთოლს დავამატებდით ანუ ფოთლის რაღაც დეტალს ესეც და ეს ახლა სულ ეს არის რაც მოგსოვე ჯერჯერობით აი ეს მინდოდა დღეს მეჩვენებინა ასეთი ლამაზი დეტალია შეიძლება ეს სიმეტრიულად გააკეთოთ აქ რაღაც ძირითადი ორნამენტი იყოს ჩანთაზე ესენი ცოტა გვერდებიდან გამოდიონ უფრო ეს კუთხეებშია ხომ ესეთი შეავსებს ესე ვთქვათ ან და კუთხიდანაც შეიძლება გამოვიდეს აი ვთქვათ აქ თუ ესეთი კუთხე აქვს ჩანთას ხო ესე გამოვიდეს მოკლედ ეს ფანტაზიაზეა დამოკიდებული კარგით აბა დაგემშვიდობებით წარმატებები ყველას